გულახდილად გეტყვით, საინტერესო თემაა პირველ ყოვლისა, მაგრამ გულახდილად გეტყვით, ეს ის თემაა, რომელზეც აუცილებელი იყო და არის ყურადღების გამახვილება. იცით თქვენ, რომ ბიზინა ივანიშვილის ბანდამ, თავად ბიზინა ივანიშვილი არ ესწრებოდა გახსნის ცერემონიალს. ბიზინა ივანიშვილის ბანდამ და ვინ არ იყო იქ, ვაპოვაშვილი, კობახიძე, კალაძე, სხვები, ზაზე იმოდ და ზარზე იმით გახსნა ეს პარაგრაფი სასტუმრო თაბორის მთაზე. ეხლა მე არ გმინდა გამომივიდეს ისე, რომ მე სასტუმრო კომპლექსების წინააღმდეგი ვარ, რა საკვირველია არა. მე მგონია, რომ ჩვენ დედაქალაქშიც და არა მხოლოდ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, გორში, ნებისმიერ დიდ ქალაქში თუ პატარა ქალაქში, ხო? პატარა დაბაში თუნდაც ჩვენ უნდა გქონდეს უკეთესი და უკეთესი, ერთმანეთზე უკეთესი სასტუმროები. ბათუმში, თბილისში, ქუთაისში. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიჩნიოს რომელიმე თქვენგანმა, რომ მე ამ სასტუმროს როგორც ასეთის წინააღმდეგი ვარ. პირიქით, კარგია სასტუმრო რო გაიხსნა. თუმცა ძალიან საინტერესოა საბოლოო ჯამში რა კატეგორიის, რა თუ სწორი სიტყვა, რა დონის ვიზიტორები, სტუმრები იქნებიან ამ სასტუმროში კონკრეტულად და ისინი შეამცირებენ თუ არა სხვა დედაქალაქში არსებული სასტუმროებში ვიზიტორთა რაოდენობას და დატვირთულობის ხარისხს. ეს საინტერესოა, ანუ დაარტყამს თუ არა ეს მარიოტს, დაარტყამს თუ არა ეს შერატონს, დაარტყამს თუ არა რედისონს, დაარტყამს თუ არა ბილტმორს და ასე შემდეგ. მეტნაკლებად ამ დონის სასტუმროებს, თუმცა ეს პარაგრაფი უფრო მაღალი დონისაა, მაღალი ალბათობით მე არა ვარ ნამყოფი და მაღალზე მაღალი ალბათობით არც არასოდეს არ მივალ, ამასაც ავხსნი. გულახდილად გეტყვით, რატომ იმასაც კი ვნანობ, რომ ზღვისპირეთში არსებულ ამავე ბრენდის სასტუმროში, ივანიშვილის მიერ აშენებულში, კარგში და საუკეთესოში, შემიძლია გითხრათ, ერთხელ ვარ დამყოფი, გამოვისეირდე, მომეწონა, მაგრამ ეს საკუთარ თავს ამ გადაწყვეტილებას მეუღლესთან ერთად ვიყავი რამდენიმე წლის წინ მინუსად ვუთვლი, იმიტომ რომ ივანიშვილის არც ერთ სივრცეში ფეხის შებიჯება არ მინდა ჩემი მორალური პოზიციებიდან თუ მორალური კატეგორიებიდან თუ პოზიციებიდან გამომდინარე. მაგრამ ეხა ეს ჩემი ერთ-ერთია ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, მე არა ვარ წინააღმდეგი ესეთი ამგვარი სასტუმროებისა, ვისურვებდი, რომ სწორედაც რომ ამაღლდეს დონე ვიზიტორებისა, სტუმრებისა, ამავდროულად დავსვამ კითხვას, ვინ შეიძლება იყოს ესოდენ ლაქშერი, ასე ვიტყვი, სასტუმროს მომხმარებელი, რა საკვირველია საქართველოს მოქალაქეები ვერ იქნებიან და არ იქნებიან, მაინც მგონია რომ ეს არის ძირითადად არაბული სახელმწიფოებიდან, არაბულენოვანი სახელმწიფოებიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, დუბაიდან, მაგალითად და სხვა ქვეყნებიდან, ყატარიდან, მაგალითად აგრეთვე რაღაც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, მოკლედ და ცოტა რაოდენობა ცხადია იქნება თუ გვეყოლება ამგვარი ვიზიტორები ევროპიდან, ოღონდ ისინი მაღალი დონის, ბევრს რომ ხარჯავს, ხო, ეს კარგია, განაცუდია. მაგრამ მაინც, მოკლედ, ერთ-ერთი თავარი მნიშვნელოვანი კითხვა, ართმევს თუ არა, წაართმევს თუ არა ბილტმორსა თუ რედისონსა თუ შერატონსა თუ მარიოტს ესეთი სასტუმრო მომხმარებელთა კი ტურისტების რაოდენობას შეუმცირებს თუ არა. მაგრამ კარგით, ეხა კონკურენცია და მივესალმოთ, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი კიდევ სხვა რა მიზეზით აკეთებს, სხვა მიზეზით ააშენა ეს სასტუმრო, ის თითქოს გვიტოვებს ამგვარ მესიჯს თუ მიდის პოლიტიკიდან, თუ მიდის საქართველოდან, რომ მე ვიყავი კარგი. ამგვარი მესიჯია. მე აგერ ამდენი რამ აგიშენეთ და მეც კი გამაგდეთ თქვენ, მეც კი მაიძულეთ, რომ წავსულიყავი, არადა ამგვარ რაღაცას ვაკეთებდი თუ ვაპირებდი სხვა. აი წყალტუბო მინდოდა ამეშენებინა, თუმცა არ აშენებს. ლაგუნა ვერე მინდოდა ამეშენებინა, თუმცა არ აშენებს. ხო, არაფერს არ აკეთებს და ასე შემდეგ. აქედან შემოსული თანხა 80% მაინც ბიზინა ივანიშვილის ჯიბეში დაილექება. თუ რამ არ მოხდა უკვე შემდგომ, ანუ ახალი ინვესტორი არ გამოჩნდა, მისი და არ შეისყიდა ბიზინა ივანიშვილისაგან და მისი ოჯახისაგან, ეს ერთი თუ ვინც არის მფლობელი კიდევ ბიზინა ივანიშვილისთან აფილირებული პირები თუ კომპანიები და ან სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო სახელმწიფომ კონკრეტულად ამ სასტუმროსთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ბიზინა ივანიშვილი დატოვებს ქვეყანასა და პოლიტიკას და აქ იგითხარით, რომ ამ პროექტის ერთგვარი რაღაც სულისკვეთება, ხო, ამგვარი პროექტების სულისკვეთება არის
ამგვარი ესეც რომ აი მე ვტოვებ მე კარგი კაციც ვიყავი გადაცუდი ნახეთ რამდენი რამ მაქვს გაკეთებული მაგრამ მე ხა ეს არ არის ჩემი სამსჯელო თემა მე აგიგითხარით რომ ერთის მხრივ მივესალმები ამგვარი სასტუმროების მშენებლობას თუმცა მეორე მხრივ მას შემდეგ რაც ვეცნობ ინფორმაციებს ამ კონკრეტულად ამ სასტუმროს თაობაზე გულახდილად გეტყვით არ მინდა კიდევ უფრო მძიმე სიტყვა თქვა აი რაღაცა შემეზარება ხოლმე ხო შემეზარება ან სხვა სიტყვის მოზიებაც შეიძლება ერთგვარად გული ამეყარება ხოლმე ამგვარ პროექტებზე დამატებით მოდი ასე ვიტყვი და გეტყვით რასაც გულისხმობ რა არის ეს ჩვენი თბილისი დედაქალაქი ან ნებისმიერი სხვა სივრცე ეს არის მათ შორის ბუნებრივი ლანდშაფტური მდგომარეობა და ეს არის იმგვარი სულისკვეთების ქალაქი რომელიც იყო არის და იქნება და მისი გარემო ხო როგორც ასეთი უნდა იყოს მაქსიმალურად არა პროგრესი არ უნდა გამოვრიცხოთ რა საკვირველია არც მშენებლობებზე არ უნდა თქვა თუ არის მაგრამ იმ სულისკვეთებისა როგორც ის იყო იმ თავითვე და მათ შორის გულისხმება აი ხსენებული ტერიტორიების თქვა რეკრეაციული ფუნქცია აი დაბორისთვის მათ შორის სასტუმრო გახსნა მან და პაპუაშვილს ათქმევინა რომ ის ყინულმჭრელია ანუ ბიზინა ივანიშვილი ყინულმჭრელია სხვადასხვა პროცესებში და სხვადასხვა ამბებში რეალურად ბიზინა ივანიშვილი რასაც აგიგითხავთ ახლა არის არა ყინულმჭრელი არამედ ტყის მჭრელია ბუნების მჭრელი თბილის მჭრელი კლდის მჭრელი და რაღაც ქვეყნის დანგრევის მჭრელი და ამის მადასტურებელი არის ისაც ახლა აგიგითხავთ 17 საათის წინ ამ წუთიდან ირაკლი აბესაძე პატიოსანი და წესიერი კაცი წერს შემდეგს განადგურდა 402,000-ზე ოდნავ მეტი კვადრატული მეტრი სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი ვინმე შეედავება სასტუმრო რომელმაც ბიზინა ივანიშვილის ჯიბეში უნდა ჩაკუჭოს ბევრი და ბევრი დოლარი იმ სტუმრებისგან რომლებიც ამ სასტუმროს ნომრებში და სხვა მომსახურებებში გადაიხდიან თანხას სასტუმრო რომელიც თითქოს კარგია და მივესალმებით აბა რა განვითარდეს უნდა ქალაქი მოკლედ ამ სასტუმროს შეეწირა 402,000 კვადრატული მეტრი სარეკრეაციო სივრცე ეს არ არის თავარი ან არ არის ერთადერთი სამშენებლო მოედნად მიიერთა ბოტანიკური ბაღის 40,000 კვადრატული მეტრი ტერიტორია ანუ 4 ჰექტარი ბიზინა ივანიშვილმა გაუსვალა ბაღს გამოუსადეგარ ნაკვეთში ანუ რაღაცა მისცა ოღონდ 4 ჰექტარი წაიღო სანაცვლოდ რომ მიეერთებინა ეს ამ სასტუმროსათვის ეს ტერიტორია ვითომ კრწანისი შინდისის გზის მშენებლობისთვის მოიჭრა 800-ზე მეტი ხე ახლა მასთან რო ამბობენ რომ ის რაღაც ძალიან შეყვარებულია ფლორა ფაუნაზე ეხლა მე გეკითხებით და მასთან მყოფ ცალკეულ პირებს რომლებიც დღენიადად იმას გვიჩიჩინებენ რომ ბიზინა ივანიშვილი ესეთი მზრუნველია ბუნებაზე გეკითხებით 800 ხის მოჭრა სწორია თუ არა არის სწორი იმაში რაც შემოგთავაზა ბიზინა ივანიშვილმა უკვე შემდგომ დასრულებული სასტუმრო კომპლექსის სახით ეს გაჩეხილი ტერიტორია გადასცეს ივანიშვილს სამშენებლოდ ანუ გაჩეხა და ივანიშვილმა გამოიყენა გზას სხვა ტრაექტორიაზე აშენდა სასტუმროს წერს ირაკლი აბესაძე სასტუმროს რომელიც დღეს იხსნება თუ გაიხსნა პროექტით გათვალისწინებული იყო 33,853 კვადრატული მეტრი თუმცა უნებართვოდ აშენდა 46,540 კვადრატული მეტრი ანუ 12,697 კვადრატული მეტრით მეტი და ესეც უნებართვოდ მიისაკუთრა ბიზინა ივანიშვილმა მათ შორის მხოლოდ სასტუმროს ნომრები უნებართვოდ აშენდა 5,485 კვადრატული მეტრით მეტი რაც მილიონობით ლარის მეტი შემოსავალია მისთვის ანუ ყველაფერთან ერთად ფეხებზე დაიკიდა კანონი ფორმალისტური კანონები რომლებსაც ნებართვები რომლებსაც უთუოდ გასცემდა დედაქალაქის მერია აბა ივანიშვილი აკეთებს მე ხომ არა მე აივანს არ მიმაშენებინებენ ამ სახლში და არც უნდა მიმაშენებინონ
480 რებართვა დამჭირდება და უარით გამომისტუმრებენ და უარით უნდა გამომისტუმრონ, იმიტომ რომ დედაქალაქის ცენტრშია და პრაქტიკულად გადის ცენტრალურ გამზირზე, მათ შორის ამიტომაც. მაგრამ ივანიშვილს, რომელიც ივანიშვილია და არაფერზე არ ეუბნებიან უარს, ივანიშვილმა არც კი შეიწუხა იმ კომპანიამ, რომელიც აშენებდა თავი და შესაბამისად 12697 კვადრატული მეტრით მეტი, მათ შორის 5485 კვადრატული მეტრი არის სასტუმროს ნომრები, მეტი უკანონო დააშენა. ნებართვა არ არსებობს. ეხლა ხო არ დაუნგრევა რა. მანამდე ამავე ტერიტორიაზე 2023 წელს მერიას ექსპლუატაციაში მიაღებინა, დედაქალაქის მერიას სკალაძეს, გოლფ კლუბი, სადაც პროექტით გათვალისწინებული იყო 12901 კვადრატული მეტრი, ანუ ჰექტარზე მეტი. და ნაცვლა დააშენა პრაქტიკულად 2 ჰექტარი, ანუ 19491 კვადრატული მეტრი, ანუ 6590 კვადრატული მეტრით მეტი. 2 ჰექტარზე პრაქტიკულად გადაჭიმა გოლფ კლუბი, რომლის მომხმარებელიც ვინ იქნება გასაგებია, ანუ მაქსიმალურად დიდარი, ბევრს რო ხარჯავენ ის სტუმრები და ამგვარი სტუმრები ჩვენ საფრანგეთიდან თუ ბრიტანეთიდან არ გვეყოლება. ივანიშვილის გრუზიაში არავინ არ ჩამოვა, ან ცოტა თუ ჩამოვა. ამ სასტუმროში, რომლის ღირებულება წაიკდება ღმერთმა უცხის, მაგალითად $300, $400 ღამის განმავლობაში და გოლფ კლუბით სარგებლობის ღირებულება იქნება ცალკე და ეს ყველაფერი იკუჭება ბიზინა ივანიშვილის მარჯვენა ჯიბეში, რომელიც გახვრეტილი არ არის. მაგრამ აი ყველაფერთან ერთად 19491 კვადრატული მეტრი, ანუ 2 ჰექტარი აშენა ეს გოლფ კლუბი. ამასთან ხო, ეს თურმე ნებართვით გავარკვევ ამას. ვითომ გოლფ კლუბის სინამდვილეში მისი ახალი რეზიდენციაა, ანუ გოლფ კლუბიც არ ყოფილა ირაკლი აბესაძის ვერსიით და სწორი ვერსიით, სადაც ცხოვრობს. ანუ ის თურმე გოლფ კლუბია ერთის მხრივ, მაგრამ რეალურად მისი ტერიტორიაა. მიუერთა იმ სასახლეს, რომელსაც ღმერთმა უცხის რა უნდა ვუყოთ ბიზინა ივანიშვილის გაგდების და მისთვის ქონების ჩამორთმევის, კანონიერად ჩამორთმევის, მაღალი სტანდარტებით ჩამორთმევის შემდეგ და შემთხვევაში. და ეს ყველაფერი გააკეთა კომპანიებით, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ ქართულს საკუთრება, ანუ კომპანიებს გაუკეთებიათ, ანუ ქველმოქმედების საფარქვეშ გოლფ კლუბა დააშენა საკუთარი საცხოვრებელი რეზიდენცია. უნდა იცხოვროს, იქ რამდენ ადგილას უნდა იცხოვროს და რამდენი რამ უნდა მოსპოს მოავერანოს მოსრას ბიზინა ივანიშვილმა ამ ჩვენს ქვეყანაში, ეგრე რომ მიუშვა, მას ეყოფა თანხა, რომ ამგვარი სასტუმრო მაგალითად ჩადგას და კალაზე სიამოვნებით გაუправებს მაგალითად თაწმინდის პარკში. მაგალითად ვლაპარაკობ. მას შეეყოფა თანხა, რომ სატელევიზიო ანძა, ის გვალი როა, ხო, შუა წელზე, ის შეისყიდოს დედაქალაქის მერიისაგან თუ ვინც არის მფლობელი და თქვას, რომ იქაც ჩემი სასტუმრო, ხო 5 ლიფტს მიაშენებს როგორ, ესეც ჩემი სასტუმროაო და ლაქშერი ტურიზმს, ლაქშერი სასტუმროს იქ კი გააკეთებს როგორ ხაც და მართლაც უნიკალური ადგილი იქნება სასტუმროსათვის. მაგრამ ეს ყველაფერი მას უნდა გადაეცეს, რაღაცა ბევრი ფული აქვს ამასთან მოხვეჭილი, უმრავლეს შემთხვევაში სხვათა გაუბედურების ხარჯზე რუსეთში. რაღაცა ბევრი ფული აქვს, აქედან გამომდინარე მისთვის ყველაფერი მოსულა. გარდა იმისა, რაც თქვი, რომ ბიზინა ივანიშვილი ამბობს, გვეუბნება ამგვარ მესიჯს, რომ თუ გამაგდებთ, ვიცოდეთ, რომ მე ესეთი კარგი საქმეებიც გამიკეთებიაო. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარ პროექტებში ის ფულს ათეთრებს. ანუ ძალიან მარტივად რომ ვილაპარაკოთ, თუ ერთი აგური ჩდება 1 ლარი, კომპანიები, რომლებიც ამ გვარ პროექტებში შედიან და იღებენ თუ მშენებლობას, თუ რემონტს, თუ მომსახურებას, თუ ძირითად საშუალებებს უმრავლეს შემთხვევაში საკუთარ თავზე, ისინი ლარნახევარს გაწერენ ხოლმე Excel-ის ფაილში და შესაბამისად ეს 50 თეთრი, ცხადია, ხა მინიმალისტურად წარმოვადგენ 50%, 40% გათეთრებულია. ბიზინა ხარჯავს 100 მილიონს, პირობითად ლაპარაკობ, იმისთვის რომ 150 მილიონი ჩაეთვალოს მას და დანარჩენი ნაშთი 40-50 მილიონი იყოს გაპრავებული აუდიტი შეამოწმებს თუ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია რომელიმე თუ ვინ ჩაუჯდება და ვინ ეთყვის კერძო საკუთრებაო და რასაც მინდა იმას დავწერ აგურის ფასადო საბოლოო ჯამში მიდი და შეამოწმეთ ეხლა მე ეს ლარად ვიყიდეთო ლარ ნახევრადო საბოლოო ჯამში ითქვის ამას მე ცხადია ამარტივებ ახლა მსჯელობას და საუბრობ აგურზე თუმცა იქ ხო წარმოგიდგენიათ რამდენი ესეთი ჭყალებში აგურია
გაწერილი და ჩაწერილი და რამხელა პროექტია და რამდენად დიდი ინვესტიციაა გაკეთებული. არ ვიცი ამ ინვესტიციის ოდენობა გულახდილად გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრი როა ეს ფაქტია. ეს ყველაფერი გააკეთა კომპანიებით ეს გითხარით. ალბათ მათ შორის ამიტომაცაა, რომ 21 წლიდან ანუ უკვე 4 წელია კანონის უხეში დარღვევით არ ქვეყნდება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ქართულ ანგარიშები და ანგარიშების საზოგადოების წინაშე და ეროვნული ბანკის წინაშე. მე მაქვს კითხვა ფონდის შემთხვევაში, ბანკის შემთხვევაში ეროვნული ბანკის წინაშე. მე მაქვს კითხვა, რა უფლებით თუ სხვები არიან ვალდებულნი გამოაქვეყნონ ანგარიში, ანუ ჩააბარონ ანგარიში ფართოდ საზოგადოებას, რა უფლებით, რა კანონის ძალით არ აქვეყნებს ქართულ საკუთარ ანგარიშებს 2021 წლიდან. იმიტომ ხომ არა, რომ მანდ თეორიულად მეტნაკლებად და ჩემზე მეტად ვწოდნეებმა, ასე მაგალითად ირაკლიმ მან ცხადია ბევრად მეტი იცის ამ პროექტის და ზოგადად ამ გვარი მიმართულების საკითხებზე, მანდ არ აღმოუჩინონ ის დარღვევები და ფულის გათეთრებები. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი გამოაშკარავდება, მისი დიდი ნაწილი ამ ამბების დიდი ნაწილი, მაგრამ ჩვენ როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები, თავისუფალი მოქალაქეები ვალდებულნი ვართ, ისე როგორც სახელმწიფოა ვალდებული, ანუ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში დეოლობის ნიშანი დავსვათ, რომ იცოდეს უკლებრივ ყველაფერი, გავანებოთ ერთ ბიზნეს ივანიშვილის ქართულ ფონდს, თავი მაგალითად TBC ბანკის საქმიანობის თაობაზე. უნდა ვიცოდეთ, ხო, რაში ხარჯავს ფულს, რა დივიდენდები აქვს, რა მოგებები აქვს, რა ამდენი კლიენტი ყავს, რა ბრუნვა აქვს და ასე შემდეგ საქართველოს ბანკს. და ქართულ ბანკი ვინ მიგდია, მოდის ვიხდით ქართულ ჯგუფი ანგარიშს რომ არ გვაბარებს. ბიზინა ივანიშვილის არის და იმიტომ კვლავ ვიმეორებ, მას შეუძლია, კარგით გავანებოთ ფერდოსლავი თაწმინდის ზედა სივრცეს, ფუნიკულიორის ზედა სივრცეს, გავანებოთ შეუძლია მაგალითად შუა წელზე, აი პანთეონთან ჩადგას 8 სართულიანი, ანუ 4 სართულიანი პატარა სასტუმრო და რატომაც არა, რომლებიც გადახურებენ საფლავს ილია ჭავჭავაძისა და იქიდან მიიღოს შემოსავალი. არ შეუძლია პროექტი ის ვერ გაუკეთებს, რომელიმე დაქირავებული იაპონელი თუ ქართველი ალბათ ნაკლებად რუსი კარგი დამპროექტებელი არქიტექტორი გაუკეთებს. კალაძე არ მისცემს ნებართვას, მისცემს. კარგი იქნება, შიგნით რო შეხვალ იმ სასტუმროში, კარგი იქნება. მაგრამ ასე ხო არ არის, რომ ყველაფერი მას გადავცეთ რაღაი, ამდენი თანხა აქვს. და რაღაცი 2012 წლამდე პირობითად 7 წლით ადრე, 8 წლით ადრე თუ 5 წლამდე მნიშვნელობა ამ ხნის განმავლობაში წითელ ინტელიგენციას, ინტელიგენციას კვებავდა თვითონ ამბობს რომ გადავარჩინეო. რეალურად კი მოისყიდა, ირიბათ თუნდაც მათი დიდი ნაწილი, ეხა ყველაზე რომ არ თქვა, ყველაზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იმ ფულაღებულთა გარკვეული მცირე ნაწილი მაინც მის წინააღმდეგ წავიდა გარკვეული პერიოდის შემდეგ, დახმარებებზეც თქვა უარი რამდენიმემ და საკუთარ თავისუფლებაზე უარი არ უთქვამთ. ზოგიერთებს, მაგრამ წითელი ინტელიგენცია რო გამოკვებილი იყო ისევე როგორც მოსყიდული იყო და ისევე როგორც აბსოლუტურად პოლიტიკური მიზნებით აფინანსებდა ცალკეულ იმ პროექტებს, რომლებიც მიშა სააკაშვილს სჭირდებოდა, ეს ფაქტია. აღარაფერს ვამბობ კოჯრის გზატკეცილზე, მე არ ვიცი ამ პრობლემის თაობაზე, ირაკლის გასაგონად ვამბობ და თქვენს გასაგონადაც. დაწყებულ და მიტოვებულ მშენებლობებზე მრავლობით რიცხვის, რაც ისტორიული ლანდშაფტის ნაცვლად, ახლა თბილისელები და ტურისტები მიტოვებულ ბეტონის ნაგებობებს უყურებენ. ერთი უნდა გავიარო და დავაკვირდე ან წყლეთიდან ავალ, ან აქედან ამოვალ ბიძინა ივანიშვილის სახლიდან და დავაკვირდები რა აზია საუბარი. თუმცა რაღა ირაკლი აღნიშნავს, ხო, ეს მნიშვნელოვანია და აქვე კიდევ ერთხელ პაპუაშვილმა ბანდიტმა ბრძანა რომ ყინულ მჭრელიაო ბიზინა ივანიშვილი. ყინულ კი არა, მთის მჭრელი გამოდის. ყინულ კი არა, ბოტანიკური ბაღის მჭრელი გამოდის. ბუნების მჭრელი, ტყის მჭრელი, კლდის მჭრელი, ქვეყნის მჭრელი, ქვეყნის დამანგრეველი გამოდის. ამ ლოგიკით და ისედაც ვიცოდით ეს, უბრალოდ ეს ხანდახან კონკრეტიკა არის აუცილებელი. მე კიდევ ერთხელ დასასრულ ვიტყვი რომ მე ამგვარი სასტუმროს, ზოგადად სასტუმრო ბიზნესის, ტურიზმის ბიზნესის განვითარების წინააღმდეგ არ ვარ და ვერ ვიქნები და არანაირი უფლებაც არ მაქვს და ძალიან რთული თემაა, იმიტომ რომ შეიძლება აქვე შემომიტიოს ცალკეულმა კესილმა კეთილსინდისიერმა ადამიანმა და მითხრას რომ როგორ თბილისი არ უნდა განვითარდეს დედაქალაქიც, სხვა ქალაქებიც, სხვა
რეგიონებიც, სხვა სივრცეებიც და ასე შემდეგ, ხო? რა საკვირველია უნდა განვითარდეს, არავინ გამართობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ჯერ ერთი კანონიერად და აქ უკანონობებსაც გონია ადგილი, უკანონობებსაც ვაქცევთ ყურადღებას, ანუ 12697 კვადრატული მეტრით მეტი მიიtvisa რაღაც ტერიტორია მაგალითად, ხო? ერთი ვარო კანონმდებლობით ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული და ნებართვები მინიმუმ ფორმალისტური მაინც უნდა არსებობდეს, მაგრამ ბიზნესმენის ფეხებზე ჰკიდია ეს კანონების ნაწილი ყოველ შემთხვევაში ან ნებართვების ნაწილი. მეორე, ამ გვარმა პროექტებმა არ უნდა დააზიანოს და დააზარალოს, დააზიანოს დედაქალაქი ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში სხვა ქალაქები თუ სოფლები თუ დასახლებული სივრცეები, მათი შეიძლება მაგალითად ბახმაროში ჩადგა, მაგალითად ლაპარაკობ 60 სართულიანი ეყოფა ბიზნა ივანიშვილის ფული, რომ ბახმაროში ხა მთაწმინდაზე აღარაფერს ვიტყვი, ჩადგა 60 სართულიანი უზარმაზარი სასტუმრო. ეყოფა ბიზნეს ცენტრი დაარქვეს. ეყოფა. გასაკვირველი. ან არ ვიცი ხა ბაკურიანი გავერანდა და გაჩანაგდაო, ესე მეუბნებიან, არ ყოფილა მე კარგახანია. ხო, მათ შორის იმ მშენებლობებით, უკანონოებით თუ კანონიერებით. წყალტუბოს რატო არ მიხედა ეგრე მაგის პასუხია? იქნება და აპირებს რომ კიდე იქაც 60 სართულიანი ჩადგას. პირველად ლაპარაკობ აბსოლუტურად სართულების რაოდენობაზე. არ არის ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში რა შენობებიც მის საკუთრებაში გადავიდა, რამდენადაც ვიცი. 9 შენობა, ხო, ნაწილი შეიძლება გაასხვისა კიდეც. ხო, იმათ აი იმ შენობებს არ მიაქცია. ყურადღება მიუხედავად იმისა, რომ დაგვპირდა. და რაღა იმ დიდარია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაუვიდეს. 800 ხე მოჭერით, 800 ხე. ესე უნდა თქვას. და დარგეთ მე მისივე სხვათა შორის მეურნეობებიდან რაღაც 380 ან 1600 თუნდაც ამ ხეების ნაცვლად. შეიძლება არც ამბობს ამას, შეიძლება ვერც ამბობს, შეიძლება სუფეხებზე კიდია იმ 1600 ხეს და არ გავენ თუ 2700 ნარგავს კიდე დამატებით სანაცვლოდ ესე ვიტყვი. ღმერთმა უწყის. ის არის მომვერანებელი ფაქტია, ის არის დამანგრეველი და არანაირი ყინულმჭრელი კი არ არის, ქვეყნის მჭრელია. ასე უნდა ვთქვა. ამიტომ ბოლოს, აი მე-5-ად ვიმეორებ თუ მე-4-ად ვიმეორებ, ხო? მე მომხრევა სასტუმრობის ტურიზმის ბიზნესის განვითარებისა ჩვენს ქვეყანაში მეტი და მეტი ვიზიტორის შედეგად თანხის შემოტანისა მათ შორის გადასახადების სახით ცენტრალურ ბიუჯეტში, ადგილობრივ ბიუჯეტში, ცენტრალურ ბიუჯეტში და ეს რასაკვირველია, კარგია, მაგრამ არა ყველაფრის ხარჯს. ბიზნა ივანიშვილს რომ მიუშვა ნახევარ საქართველოს იყიდის. არა, ისედაც ყიდულობს სულებს ადამიანებისა. მაგრამ აი ესე ფიზიკურა ტერიტორიებს იყიდის, დედაქალაქი აჯდება საბოლოო ჯამში ვინმე იტყვის და აი მაგალითად იტყვის რომ რუსთაველის გამზირი არის ჩემი და მე არ ვაჭარბებ. რუსთაველის გამზირი არის პრივატიზირებულთა საპრივატიზაციო სიაში გამოვა. გადაიკეტება ბილტმორთან და გადმოიკეტება თავისუფლების მოედანთან. უტრირებ, რა საკვირველია უტრირებ. ეს საჯარო სივრცეა და მერია ეს იოლად ვერ გასცემს პასუხსო. დადებით პასუხსო. იოლად კი არა, ალბათ ვერ გასცემს. ისედაც ჩამოსაკიდებლები არიან ყურებით. და მე უფრო უნდა ჩამოგკიდო, მაგრამ ბიზნა ისეა შეშლილი სამყაროს, შეშლილი წევრი, რომ ვინ იცის თუ რუსთაველის გამზირი არა, იქნება და ლესელიძის ქუჩა მოინდომს. რაც შეეხება პარაგრაფს, მე არ მივალ. ამათ კი უნდათ რომ მე წავიდე ქვეყნიდან, ჩვენ, მოდი ასე ვიტყვი. ხო, არც ქვეყნიდან წავალთ და არც პარაგრაფში მივალთ. რა უნდა ვუყოთ? იფიქროს მომავალმა ხელისუფლებამ. იოლი გადასაწყვეტი ასაკვირველია არ იქნება. ჩამოვყალიბდები იმასთან დაკავშირებით რა უნდა ვუყოთ ამგვარ პროექტებს? თუ ჩამოვყალიბდები, არც ჩემი პოზიციის გაცნობას დაგზარდებით. ნახვამდის.